2 წლის განმავლობაში გაჭირვებულ სამინისტროებს დაურიგდათ 138 მილიონი ლარის პრემია. 1700 ლარით დაფინანსდა სოფლის მეურნეობა. დასაქმდა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანი. დაინერგა უფასო ინგლისურის კურსები. გადაშენდა ქართული ჯიშის ციკანი. ბენზინი გაიაფთა 1 ლარით და ისევ 2 ლარი და 20 თეთრიღის. საქართველოს პრეზიდენტს ჩაურტყეს შენგენის ერთთვიანი ვიზა. ქვეყნის გარეთ გაქცეულ ექს-პრეზიდენტზე გამოცხადდა შიდა ძებნა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმდა ერთი მეკოლგე. გეთდება ევროპისკენ მიმავალი გზა, ჩერეს დაღესტნით. ნებისმიერი წარუმატებლობა გადაბრალდა ნაციონალების 9 წლიან მმართველობას. საქართველოს მთავრობა, ცვლილებების 2 წელი. თავიდან ხის გადამუშავებით ვიყავი დაკავებული. შემდეგ მცირე ავეჯის საწარმო გავხსენი, ავეჯს ვაწარმოებდი. საქმე მიყვარდა, კარგად გამომდიოდა. ბიზნესის ფრევაც ყველაფერი კარგად დაეწყო. ამიტომ გაფართოება გადავწყვიტე. აწარმოეს საქართველოში პროგრამის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების საწარმო გავხსენი. წარმოება გავზარდე და ახალი განადგარების შევიძინე. მიიღე ქონება ერთგვარად. აწარმოეს საქართველოში. სუხარიკი ფლინტი ჩიზბურგერისა და ჰოთ-დოგის გემოთი. აირას შევიწე. გაიცანით საოცნებო მამაკაცი. ათლეტური აღნაგობით, თავბრუდამხვევი ქარიზმითა და უბადლო იუმორის გრძნობით. ის გამოუსწორებელი რომანტიკოსია და შესანიშნავად ახამებს 21 საუკუნესა და რაინდობას. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებთან ურთიერთობის ნიჭზე. ის ხომ გამოგონილი გმირია. საქართველოს ბანკი.